გამარჯობათ, მოგესალმებით მეგობრებო და დღეს მინდა ვილაპარაკო ზარალას დაკავების თემასთან დაკავშირებით და იმაზე როგორ იყენებენ ოპოზიცია და ეს ოპოზიციის ვიღაცა ექსპერტები ზარალას იაღლიშს. რეალურად ხო იაღლიში მოვიდა ზარალას რაღაცა ვერ გათვალა თუ დაავიწყდა თუ როგორც იყო, მოკლედ ფაქტია რომ გაფორმებული იარაღი აღმოუჩინეს ხელბარგში, თბილისის აეროპორტში, უნდა შესულიყო პარიზის თვითმფრინავზე, რეისზე. და უნახეს ხელჩანთაში იარაღი გაფორმებული თავისი. ამასთან დაკავშირებით ზარალა იძახის, რომ კი, ჩემი იარაღია, მედო და გამომყვა, არ მახსოვდა რომ ამ ჩანთაში ეს იარაღი თუ მედო და ჩადებული იყო. ოჯახის წევრებიც იძახიან, რომ ნამდვილად ზარალას იარაღია და შემთხვევით გაყვა ჩანთას ეს იარაღი. ადვოკატიც მაგას იძახის, ზარალას კომპანიაც მაგას იძახის, მაგრამ აი ეს გიჟები, ეს ოპოზიცია და ხუხაშვილები და ვიღაცები გამოხტნენ და აი ზარალა ივანიშვილმა დაიჭირა სპეციალურად, რომ თურმე ქონება უნდა წაართვან ზარალას და ზარალას ქონებით უნდა შეავსონ ბიუჯეტი. და ამ რაღაცა სიგიჟეს სერიოზული სახით ზიან და უმტკიცებენ საზოგადოებას, რომ ეს ამბავი ესია. და გამოვიდნენ ზარალას დამცველები. და ხუხაშვილის ვიდეო შემხვდა რა, აი რო შეხედავ ხუსიტები, ხო გინახიათ ხუსიტები რო გამოდიან ხოლმე რაღაც ინტერვიუებს რო იძახიან. რო შეხედავ აი ჭეშმარიტი ხუსიტის ვიძერუა რა, ეს ჭინკა. ხუსიტი ჭინკა რო არის უბრალოდ ხუხაშვილი რო გაპუტანდა მე. აი ეს ხუხაშვილი გამოხტა ნაცების პარტიულ კანტორაში, ვითომ ოპოზიციურ ტელეარხზე და უმტკიცებს საზოგადოებას რაღაცა თეორიებს წარმოუდგენს მსმენელებს, რომ აი ივანიშვილმა ჯერ კანონი გაამკაცრებინა, მერე ზარალა დააჭერინა, რომ ეხა ზარალას უნდა წაართვან ყველაფერი და ამით ქონებაში ავსონ და ზის და ამ რაღაცა სიგიჟებს სერიოზული სახით ლაპარაკობს. ჯერ ვინც ვიცნობთ ზარალას და ვინც ვიცით, რავი ეხა ამ ქალაქში ვინც ცხოვრობთ, ყველამ კარგად ვიცით, ვინც არის ზარალა, როგორც უცხოვრია ზარალას და კარგად ვიცით ისიც, რომ მთელი ცხოვრება ზარალა იარაღით დადიოდა და დანარჩენი ცხოვრებაც ან იარაღით ილის, ან იარაღიანი კაცი ეყოლება გვერდზე და ეგრე ილის. სხვანაირად ზარალა არ გაივლის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მტერი ყავს ზარალა და საკუთარ სიცოცხლეს ესე არ გარისკავს, რომ ან დაწვის გარეშე და ან იარაღის გარეშე იმოძრაოს. ხო და აი ამ ზარალაზე, აი ეს პიტალო ხუხაშვილი ზის ეხლა და საზოგადოებას ამტკიცებს, რომ თურმე სპეციალურად ზარალას გამო გაამკაცრებია ივანიშვილმა ჯერ კანონი, მერე თავისი საკუთარი იარაღით აეროპორტში დააჭერინა ზარალა, მერე გირაოთი გამოაშვებინა და ეხა უნდა დაველოდოთ, რომ ზარალას ქონება წავა ბიუჯეტში. ჩვეულებრივი სიგიჟე. ჯერ ზარალა არ არის ის კაცი, რომ ვინმეს რამე წესზე წაართმევინოს და აჩუქოს და დაუთმოს და თუ ეგ ამბავი ხდება, ზარალა ამას იტყოდა და არ დამალავდა და რაღაცა ხუხაშვილს არ იმას იზავდა, არ დაიყენებდა დამცველად, რა ვის რაში ჭირდება ხუხაშვილის დაცვა. ჩვეულებრივი ფარჩაკი და მთელი ცხოვრება რაღაცა ვითომ ექსპერტია, ჯერ ხუიოზნაიტ ისი ექსპერტია, მე კი ვიცი ისი ექსპერტიც არის, მაგრამ მოკლედ. ხო და აი ეს ჭინკა ხუხაშვილი მთელი ცხოვრება ზის და რაღაც დასკვნებს აკეთებს და ესე იქნება, ისე იქნება და მერე ყველაფერი სხვანაირად ხდება, ვერც ერთხელ ვერაფერი ვერ გაარტყა, აი რა პროგნოზებსაც აკეთებს. და მაინც არ ეშვება რა ამ ექსპერტობას და ზის ეს სულელი კაცი, ეს გიჟი და ადამიანებს ამ რაღაც სისულელებს აჯერებს, რომ თურმე ზარალას აი რაღაცა გაუჩალიჩეს და უჩალიჩებენ და კარგით რა, ჯერ მე მეწოდება ის ხალხი, ვიზეც აი ეს რაღაცა
ბანძის სპექტაკლები აქვს გათვლილი რა. ეხლა წარმოიდგინეთ ამას, რომ ხუხაშვილი სერიოზული სახით ზის და ლაპარაკობს და ამტკიცებს ამას, მტკიცებით ფორმაში რომ ლაპარაკობს. როგორ კატეგორიაზე აქვს გათვლილი ეს ყველაფერი, ხო ნათელია, ხო? გამოშტერებულ ადამიანებზე თავიდან ბოლომდე რომ აი ამ წლების განმავლობაში ტვინები რომ გამოურეცხეს ბოლომდე, აი ამ ხალხზე აქვს ეს რაღაცა ბანძი სპექტაკლი გათვლილი და ზიან და ამ რაღაცა სისულელებს ლაპარაკობს. და ვინ თან? ხუხაშვილი, რომელიც როგორც უკვე ვთქვი, აი რო შეხედავ ბანძი ჭინკის ვიგზია, ყველაზე ბანძი ჭინკაა და აი ჩემ ბავშვობაში ცირკთან იდგნენ ხოლმე მეძავები, ყველაზე უფრო ბანძი მეძავები და აი მაგ ცირკის ბანძი მეძავების დონის ექსპერტია თუ რაღაცა, ექსპერტი, გავი რა, კაცმა არის რა არის და გამოხტა ეხლა და ზარალას დამცველი გამოდგა. კარგი რა, კარგია. ამ სიბერეში, ამ ხელაკაცი რამ კარგი და სხვა რა ვთქვა, არ ვიცი, ამ გიჟებზე ამაზე რა დღეში არიან, რა დაგმართათ, რა დღეში ჩაგაგდოთ, ჯერ მამაძაღლმა მიშა და რავი, მე ივანიშვილმა აქედან დაგიმატათ რისიც იყავით და იმიტოა რომ ეხლა აი ამ დღეში ხართ. აფარჩაკებულები და რო აღარ იცი არ აქნან, ეხლა ზარალას დამცველები გამოხტა. რაში ზარალას რაში ჭირდება თქვენი დაცვა, თქვენ საცოდავებო, თქვენ რავი აქეთ დაგიცავთ ზარალა ციხიდანაც და რავი იმის იქითაც რო გაუშვან იქიდანაც. ეხლა გამოხტა ხუხაშვილი, რავი თომა ბანძები ესე.